ვარიანტა ჭანკურზე 9 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა საჭმლის გაკეთება, უჯრის დალაგება, ხატვა და ცეკვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე ერთი თვეა ცეკვა მერცხალში. ადრე ერთი წელი ცეკვავდი სხვა სამში. თავიდან ყველაზე რთული იყო ხელების აწევა მირთულდებოდა ესე და რაღაც ილეთების გაკეთება, მაგრამ ეს უკვე ვიცი. ჩემი საყვარელი ცეკვა არის საჯარული. საყვარელი ილეთია ესა. ჯერ კონცერტი არ მქონია და მინდა მალე მქონდეს. ერთი სულები მაქვს ვიცეკო დიდ სცენაზე. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს თბილისში. მაგ კონცერტზე მინდა მეცოს თეთრი წითელი გრძელი კაბა. კაბას უნდა მქონდეს ქართული ორნამენტები და შავი ქამარი. ჩვენს ანსამბლში ცეკვავენ გოგოებიც და ბიჭებიც. ჩემი აზრით გოგოებიც ცეკვავთ უკეთესად. ჩვენ რომ ცეკვავთ ბიჭები ზიან და ლაპარაკობენ. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ისე ვისწავლე ხატვა რაღაცებს ხატავდი სოფელს, ქალაქს, ზის ჩასლას და სხვას. ასევე გემებსაც. ყველაზე ხშირად ხატავ მთას. მინდა ესე კარგად ხატავდე, რომ ჩემი ნახატები მილიონები ღირდეს. ბევრი ფული რომ მქონდეს, ავაშენებდი ჩემოცნების სახლს. ეს სახლი იქნება 4 სართულიანი და ეზო იქნება დიდი. ყვავილებიც იქნება, მანქანაც მექნება. ამ სახლის დიდ დარბაზში მექნება გამაფენელი ჩემი ნახატები. ჩემი საყვარელი ფერია მწვანე და არ მიყვარს თეთრი. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი ჩემ დედას. მეც მიყვარს საჩუქრებს ამჩუქნია. ამიტომ მიყვარს დაბადების დღეც და ახალი წელიც. მართალია ათოლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ მაინც მაქვს საჩუქრები. თოლის ბაბუა არ არსებობდა, პირველად მივხვდი, რომ მე არ მეძინა სახლში და დედა და მამა რაღაცას აკეთებდა და მეთქი ათოლის ბაბუა იქნება ან დედა და მამა. შეიძლება თოლის ბაბუა არ არსებობს ვიკონდი, შემოვიჭრით ვერ დავინახე და თორმე დედა და მამა ყოფილა. მაგრამ ისე ლოგოს წავედი, რადგან აღარ დაუძახე და არაფერი აღარ ვქნა და წავედი, რომ არ მიხდნენ მეთქი. მე ეს ამბავი დიდი ხანი იყო ჩემი საიდუმლო. წელს თოლის ბაბუა მე დამოჩქოს კარგი წიგნები. ჩემ ცხოვრებაში ორჯერ მქონდა ყველაზე ძვირფას საჩუქარი. ერთჯერ იყო თოჯინები და მეორეჯერ წყლის თოფი. ჩემი ოცნების საჩუქარი არის iPhone 14. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კლასელები არიან კარგი კეთილები და მასწავლებელიც ესეა კარგია. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის მარიამ ბაკურიძე. ყველაზე ჭკვიანია ანდრია მიქაშავიძე. ყველაზე მშვიდია ელენე ფოჩიშვილი. ყველაზე ბედნიერი მგონია ნუცა გოგიტიძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და მეგობრობა არის რაღაცების განაწილება და ერთად ყოფნის სურვილი. მე ახლა მყავს 3 მეგობარი და მინდა მყავდეს 14. ჩემი საყვარელი საგანი არის მე და საზოგადოება. საყვარელი მასწავლებელი არის ნატალი გელავა. ის არის თბილი, ცოტა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. რა გავიზრდები, მინდა გამოვიდე სასტუმროს თანაშრომელი. და ფული მაქნება გავხსნათ ჩემს სასტუმროს. ამ სასტუმროს დავარქვე Good Hotels. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, იმიტომ რომ მექნება სკოლა დამთავრებული. უნივერსიტეტიც დამთავრებული და მარტო ვიქნები სახლი. ჩემი სახლიც მექნება და მარტო ვიქნები და ხმაურიც აღარ იქნება სახლში. ახლა კი ახმაურები, მაგრამ მაინც მომწონს მარტო ცხოვრება. მინდა ვიყო დიდი და დამოუკიდებელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა ვყავდეს ერთი ძმა და ერთი და. ჩემი ძმა არის 11 წლის და ქვია ანედრია. ის არის ჭკვიანი, ცნობის მოყვარი და მხიარული. ჩემზე ანდრია გაიზრდება, გამოვა ქვეყნის დამთვალიერები. მაგალითად გაფრინდება ამერიკაში და დაათვალიერებს ქვეყანას. მერე გაფრინდება ჩინეთში, დაათვალიერებს კორეაში, რავი, ბევრი ქვეყანა არსებობს. მე სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი კორეაში. მამიკო არის ცნობის მოყვარე, უშიშარი და ჭკვიანი. მე ვარ მამიკას გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული სუპი.
სხვათა შორის მეც ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი გავაკეთე ვიყავი 8 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კარტოფილი. ახლა ყველაზე კარგად გამოვიდეს ბორშის გაკეთება. მე ძალიან კარგი დიასახლისი. საჭმელსაც ვაკეთებ და სახლშიც ვალაგებ. ყველაზე მეტად მიყვარს დასაცმელების დაკეცვა და ოჯახის დალაგება. ეს ყველაფერი მასწავლა დედა. მე ვიყავ ყველაზე კარგი დედიკო მთელ სოფლიოში. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის მარტო სახლში. მეც მინდა მარტო ვიყო სახლში. დიდი სიამოვნებით ვეთამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. ჯედოს მე ოჯახი რომ მქონდეს ვიცხოვრებდი მამიდაშვილთა და დეიდაშვილთან ერთად. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი დასაჩელებაძესთან ერთად. ისაა ჩემი ბიძაშვილი და კარგი და თბილი მეგობარი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია იაკობ გოგებაშვილი. ბედნიერება არის პატარა ფუფუნად ძაღლი და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.